მომკლავს ეს კაცი მერა ჩართლე გათმობა გეუბნები გავიყინე აღარ შემიძლია კაცო ვა ჩართე რა გათმობა გუგა მიდი აუწიე გათმობას კიდე გუგა მიდი გუგა ვაიმე რა კარგია გათმო მარჯვენა პროფილი როგორც იქნა მიდი გუგა აუწიე გათმობას ვაშკას გავგვიძია. ბაბუ, კარგია. ხომარცივა ბაბუა? როგორ არციო ბაბუ, გავიყინე ჩართე გათბობა, რა მოგივიდა, ისეციო ბაბუ, რომ ლოგინიდან ვერავდექი იქ ჩავისვით ასაცმელი საწყოში და ისე გამოვედი. აი, ახლა ნუ დაიწყე შენებურები. სიცივე კარგია ბაბუ, გაკაშდები. კარგი რა არის ბაბუ, კარგი, რას გავკაშდები, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს კაცო. აი, ასე კაცო. რა დროს შენი უძილობაა ბაბუ, ა? რა უძილობა ბაბუ, რა თვალები მქონდა გაყენულა ესე დაჭრატილი გამეყინა და ეგრე ვიწექი მთელი ღამე. ვერ დავხუჭა მთელი ღამე თვალები. ეკი ბაბუ ისეთი უცნაური სიზმარი ვნახე. სიზმარი ნახე ბაბუ კიდე? ეს უკვე საინტერესოა. აბა ბაბუ გააგრძელე რა ნახე მოყევი? ვითომ? მიდი აბა. რაინდი ვიყავი ბაბუ ვითომ? აი სადაც შენ სულ რაინდი არა ხარ მიდი რაღაცა ისე სხვა რაღაცა მოყევი რა. ხო. და მოგიყვე მოიცა. ხო და მივდივარ ბაბუ მივდივარ სადღაც. სადღაც. და გზა დამებნა. გზა დაგებნა. აჰა, მიდი ხარ. მერე გამახსენდა რომ სამი გზა არის. ხო. ერთი ზევით მიდის. ხო. თაში. აჰა. მეორე პირდაპირ მიდის და მესამე მარჯვნივ. მოიცა ბაბუ, შენ გმირთა მოედანზე ხო არ იყავი, აბა კარგად გაიქცა. რაღაცა გეშლება რაღაცა. გათბობა. ვა, მეუბნები ჩავდოთლით კი ეს გათბობა, კაცო წავალ ღუმელს მოვიტან, გავიყენე, მოხიდა გაცი. მოიცა, დაჯექი მან დაჯექი. მოვიტან ღუმელს. გეყოფა ცელქობა. არა საჭირო ღუმელი გაბჭებული. ხარ შემიძლია გავიყინე, მეც გავცივდი რა. სოლის მოყვანა? კარგი ბაბუ, რა სოლის მოყვანა? სოლის მოყვანა? ვაიმე, რა სოლის მოყვანა ბაბუ, გაჩერდი. გავიგე. ჯანმრთელობა სულ სხვა არის, ეგრე. ჯანმრთელობა, იმიტომ რომ სოლი მალე მოიყვანო. ამაგიში, გააგრძელე ბაბუ სიზმარი რა ნახე აბა. კი ბატონო, გავაგრძელებ. მაცალე ვოღა? ხო, ესე იგი, სად ვიყავიო ბაბუ, სად იყავი და გმირთა მოედანზე იყავი, მარჯვნივ მარცხნივ პირდაპირ თაში გზავნები გადამეცა. შენ ჩემი სიზმრები არ გაინტერესებს და დავანებე თავი. მოდი ახლა ვისაუზმოთ. ბაბუ, მომიყევი, გეხოცები, მაინტერესებს, ბაბუ, მერე გააგრძელე რა, საინტერესო რაღაცა იქნება. მერე ოთახში შემოგიტანე კარაქიანი პური ჯარისკაცება დაჭრილი. შეჭამე? არ მიჭამია. რატომ არ შეჭამე? იმიტომ ბაბურო, გაიყინენ ეს კარაქიანი პურები, შეცვლათ ამათაც კაცო, ვა, და აჯაყდნენ და გაიქცნენ. ვა. ის ხო გახსოვს აკია. შუაში რო დადე ესე გამოყოფილი თაფლიანი ნაჭირო იყო, ხო იცი? ის ამოხდა სპარტაკი ვარ და დანარჩენები საერთოდ არ გაიქცეს უყოლანი ერთად. მიდი, გამოიგანე, მოიტანე ახლა ყველაფერი და მე ჩაის გაგიმზადებ. ხო, კარგი, ხო დავლებ ჩაის. ოღონდ ცოტა დიდ ჭიქაში გამიმზადე ბაბუ, ხო? ცოტა ისეთი დიდი ჭიქა იყოს, რომ ფეხები მაინც ჩავაწყო, ფეხები მაინც გავითმო, თორე აღარ შემიძლია გავიყინე კაცო. მივდივარ, ხო? სპარტაკ. მოიცამ. სულეგ იყო ბაბუ, როგორ არა ბაბუ. მერე? ხო, როგორ მთავრდება? ხო და მერე სანამ გავიღვიძებდი ბაბუ, ტყეში ვიყავი. ტყეში იყავი? ხო. კაჭკაჭი და ჩხიკვი ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს.
ესე იგი კაჭკაჭი და ჩხიკვი ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს. ესე იგი, აბა ჩამოყალიბდით, დავალაგოთ. ესე იგი, იყო პრინცესა, გამოკეტილი ციხე კოშკში და არუშებდა ცხათავიანი გველეშაპი. გასაგებია, მე რაინდი წავიდა ამ პრინცესას გამოსახლელ გზაში შემოხვდა დევი, გასაგებია კაჭკაჭი და ჩხიკვი ჩხუბობდნენ. შეებაბო საწოლს იჭრეთ თუ თივაზე, რანაირი სიზმარი ნახე. ხოდა რანაირია და ეს რას ნიშნავს ახლა გეტყვი. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა არ დამიწყო შენ რომ რაც ოლიო ისოლიო ეგრე თუ არ მწოდნო და თუ არ მწოდნოდა რომ ეგრე დაანახებდი თუ არ მწოდნოდა. წავედი ბაბუ, წავედი ეხლა მე. წავედი სიზმარი უნდა ავხსნა მოკლედ რა. მომთხოვე, აღარ შემიძლია რა. გავიყენე ბაბუ, აღარ შემიძლია ჩართემეთქი ეს გათხოვა. გეუბნები უკვე უნდა ავხსნა სიზმარი, როგორც დიადი, როგორც ლაღი. აი უკვე სიტყვებიც კი მეყინება და ლექსებიც კი მეყინება და ვეღარ ხსავ ბაბურა ჩართულეთკი გათხოვა გეუბნები აჰა აი უკვე აი გაიყინა აჰა აი გაყინული ლექსი წაიკითხე ხა მიდი გაერთე რაღაც ზოგადად არის წავედი დიდი რასაკეთებ და ბიძია ზუსტად ახლა მჭირდებოდი შენ ვის გუშინ ისტორიის წიგნი დაუმალე ზევით და ჩაუმიღე რა ნე რა მად როგორ ააგდე მეც ეგ არ მიგვირს ოხ ნიკა მოიჭდა ეხლა რა გინდა სხვაგან რო დამალო იმიტომ ჩამოვიღო ჰა არა უნდა ვისწავლო უნდა ისწავლო აბა ეხლა მითხარი რა დააშავე სკოლაში არაფერი მითხარი რაღაცა ხდება მითხარი რა და გვანცა მითხრა თუ კარგად არის სწავლი აღარ დაგელაპარაკებია აჰა ესე იგი გვანცა რასაც გეუბნება უჯერებ ხო შენ ყველაფერს ძალიან კარგი მომეც გვანცას ნომერი კარგი რა ბიძია მაცდენ ისედაც ძალიან დატვირთული დღე მაქვს დღეს ბოდიში ლაშა დღეს პირველი დღე მაქვს სამსახურში და ძალიან მეხარია. იცი როგორ მეხარია, მგონია რომ დავფრინავ სიხარულის. მართლა? გდაფრინავ. მიდი აბა მაშინ შენ თუ დაფრინავ, შეფრინდი ნიკას ოთახში და ჩემი ტელეფონი ჩამომიფრენინე. კარგი ლაშა, ვერ ხედავ რომ სამსახურში მაგვიანდება და არ მცალია. ხო, არ მცალია. კუიც, ამას რა ჭირს? ცუდად ხო არ არის? არა, დატვირთული დღე აქვს დღეს. მოიცა, ნიკა, მოხდა რამე? კარგი, მე რეაგიხს მე. ნიკა, მიდი ჩამომიტანი ჩემი ტელეფონი. ბიძია, მე არ მცალია, ვსწავლობ. დავიფიქრეთ თეკლა. შაშკინთან უნდა მივიდე. და უნდა უთხრა რომ კომპიუტერების მაგივრად ბავშვებს შეყვარებულები დაურიგოს და ეგ კარგი აზრია. თან ვინც სულად სწავლობს 4-4 დაურიგოს, არა? რა იყო ეხლა ეგ? ჰა? ისწავლე უკვე? 4 ხირველი დღე რომ აქვს ნერვიულობ რაღაც ძალიან. თეკლა. რატო ნერვიულობ, ჰა? შენ უკვე მე-13 გაქვს პირველი დღე სამსახურში და ამხელა გამოცდილება გაქვს პირველ დღეებზე და რატო უკაცრავად, მან დონკანს მოუშვებ, თორემ მაგ წყალი ცივდება. კარგი, უკაცრავად, ბოდიში უკაცრავად. კარგი, წავედი მე თორე დამაგვიანდება. ხო, მეც მოდივარ. ჯერ ბარში შევივლი და მე წავალ სამსახურში. კარგი. თეკლა წყალი დამისხი გეხოდი. ნიკა მეჩქარება ძალიან. თუ ჩემი თეკლა ხარ. კარგი, ნიკა ზარმაცი ხარ რა, ზარმაცი. ბიძი ეხლა უყურე იმას. ბოდიში. შენ რა გაგაცინებს? წავედი. აბა, თეკლა ჩანთაკრჩება. ჩან. ბიძია საჭმელი. წავედი. კარგად ბავშვებო, არ დაიგვიანოთ. გუგა. როგორ ახარ გუგა?
რაში შეიძლება დავჭიდე მარტო ხარ თუ მუზა ხო არ გიზის გვერდით გუგა ერთი შევხედო მუზა ყოფილა მუზა უზის მოდი ცოტა ხანი გადავსვა იქით მოდი მუზა მოდი აქე დაჯექი მუზა ეხი ჯექი და მე აქ დავჭდები გვერდზე აბა რა იყო რატო გაჩერდი თურმე მუზა გაფრინდა მუზა გუგა სად არის კაცო მუზა გაფრინდა ეთყობა რაღაცა აწყენინე და იმიტომ გაფრინდა რა კარგი რა პაატა შენ ზუნცა ხო არა ხარ რა გჭირს ხო კარგი რა იყო რა გასაკეთებ აბა მოცადო წერ გუგა გასაგებია მაგრამ თუ არაფერს არ აკეთებ მათხოვე რა ლეპტოპი რა ერთი წუთი და რაღაც უნდა ნახო და მე დაგიბრუნებ ისევ რა როგორ არ ვაკეთებ ხო ხედავ წერ ხო და ესე იგი არაფერს არ აკეთებ და მაგას გეუბნები მათხოვე მეთქი ერთი წუთი ლეპტოპი კაცო მათხოვე ეხლა ერთი წუთი რა პაატა წერ რა მომისმინე ერთი წუთი ეხლა უკვე დამავიწყდა რა უნდა დამეწერე არა უშავს მე გაგახსენებ რაც უნდა დაწერო ეხლა აქ ჩაწერე მიდი www წერტილი სიზმრის ახსნა როგორ სიზმრის ახსნა ერთად ჩაწერე სიზმრის ახსნა რა ანუ ერთად გუგა სიზმრის ახსნა ერთად ჩაწერე სიზმრის ახსნა ერთად ჩაწერე ექვს მაწერინე პაატა რა ჩაწერე სიზმრის ახსნა ერთად ჩაწერე წერტილი გ ეგრე ჩაწერე აბა ვნახოთ და რა იქნება ახლა ექვს მაწერინებს რა მაცადე რა უნევილო ერთი გუგა რამდენი გეძება იცი? გუგა ერთი წუთი მათხოვე ნუცა რა უნდა გითხრა შენ ხო არ იცი სიზმრის ახსნა სად შეიძლება რომ მოვძებნო რა ვიცი Google-ში ნახე სად? Google-ში რატო Yahoo არ ჯობია? არა Google-ი ჯობია ხო გუ გუგა რა უნდა გითხრა იცი ხო ხედავ რომ არ გამოდის ეგ წერა და მოდი ესეთი რამე მოვიფიქროთ რაღაცა გაქვს შესასვლელი არ ჯობია რომ ფსევდონიმი რო დაირქვა აი მაგალითად როგორი რაღაცა გეტყვი ხო ხარ გუგა დავირქოთ ფსევდონიმი მაგალითად ზუზა ხო და რო გერქმევა ზუზა უფრო მალე მოვა მუზა ეს ისე ლექსი ექნოდა მე ხო გზავ ხომ ხო აბა რა უნდა გითხრა ახლა მე ნუცა რომ მოვაშენთა და ხო გეძახის ხოლმე კართან ესე გუგა მე დაგიწევს ხოლმე ზუზა ესე და უფრო მაგარი იქნება მე მგონი რა ვიცი მე ესე მგონი კარგი რა ზუზა კარგი მაცადე რა არა მართლა კაი იდეა აი ფსევდონიმი მართლა გჭირდება ხო ის ზუზა მეც არ მომწონს რაღაც სხვა დაირქვე აყვა ახლა ესეც რატო ავყავი მართლა კაი იდეა გამოგადგება ფსევდონიმი რა მიდი რა გეხოცავი მიდი მოვიფიქრე არ მინდა ეს ფსევდონიმი ნუცა მაცადე მუშაობ ცოტა ხანი მაცადე არ მინდა ეს ზუზა არ შემიძლია მოიც ერთი წუთი მოიც ეხლა ეს არის სიზმარი ესე იგი ჩხიკვი და კაჭკაჭი ჩხუბობენ შენ ხარ ჩხიკვი შენ კაჭკაჭი ეგ არის სიზმარი გეუბნები დაიწყო ბაბუა სიზმარი გეუბნები ჩხიკვი რა კაჭკაჭი რა კაჭკაჭი და მომისმინე რას გეუბნები ის კაჭკაჭი რო შენ ხარ მეთქი შენ ხო კაჭკაჭები ხოლმე იმას გუგას კაცო ხო და გუგა საერთოდ არ ამოვიდა ხმას მაშინ ახლა რა ვიცი მომოიერებ ხარ როგორ გინდა ლაშა მოხვედი? მოვედი. პაატა, ბაბუა შეხვდა სადარბაზოში და მითხრა რო ამოვაო, პური და ცოლი ამოაყოლოსო. არ გინდა კაცო ეს იუმორი გაჩერდი. რა შემითხრა? ნაშრები და რა ვიცი მე ეს წერს ის ოცნებებშია ჩაძირული მე სიზმრის ახსნას ვთვლობ შენ? რა ვიცი მე ყავის დალევას ვაპირებდი და თქვენ ახლა ისე საქმეებს აკეთებთ რომ ცოტა მეუხერხულეთ. მაგრამ მაინც ერთი ყავა თუ შეიძლება. ლაშა, თეკლა სად არის? თეკლა სამსახურშია პაატა. ხო, აი სამსახურში წავიდა თეკლა და შენ რომ მოდიოდი ხოლმე როცა გინდოდა და შემოდიოდი და ეკურკურებოდი თეკლას ეგრე კი ვეღარ იქნება. ეხლა სულ სამსახურში იქნება და მომისმინე. ეგ არის სიზმრის გაგრძელება. ეხლა დაუკვირდი შენ რა ხდება. ესე იგი თეკლა ანუ პრინცესა არის ჩაკეტილი სამსახურში, ანუ ციხე-კოშკში და არუშვებს დირექტორი, ანუ გველაშაპი. ეხლა მე პრინცი უნდა მივიდე თეკლასთან ციხე-კოშკში და უნდა გამოვიხსნა პრინცესა. გეუბნები აი ეგ არის სიზმარი ხდება ყველანაირად როგორც ბაბუა მითხრა. წავედი ეხლა მე გამატარე. ოიჩა საწახვედი ძლივს ადამიანმა გოგო დაიწყო მუშაობა არაფერი. გაჩერდი სადღაც დაჯექი. ერთი წუთი ლაშა გაატარე თორე დავიტანჯე უკვე. გამატარე ლაშა რო გაჩერდი კაცო სად გაგატარო გაჩერდი დაჯექი. მოიცადე ერთი წუთი. შენ იცი მინდა ხარ სიზმრის მიხედვით? დევი. შენ ახარ დევი, გეუბნები.
სიზმარში იყო ეგრე რომ ვითომ ეს დევი არ უჩებს გადაეფარება ამ რა ქვია რაინს და არ უჩებს გამატარეთ ორ ეგეუნები დავამარცხებ ეხლა დევს მეთქი გეუნები ადგილზე გამატარება ხო მიდი ჩხიბი კაჭკაჭი გააგრძელეთ ნუ იმაშები აქტიურე ცოტა გააგრძელეთ კაჭკაჭი წავედი ეხლა მე თეკლა უნდა გამოვიდე ამან ნუცა დალი არა მე არ ვიცი მე გოგას ვუყურებდი და ზე თქვენ ყავა გითხარით ხო? დიახ, მითხარით. მერე? რანაირი ფერის კედლებია, რა არის ეს? კეთობა სპეციალურად გააკეთეს, რომ პაციენტებმა გაუცებისგან პირი დააღო. რა ვიცი. დიახ, კარგი. ლაშა, აბა როგორ მოგწონს შენი ახალი კაბინეტი? ახლა უკვე მომწონს. კედლების ფერი? როგორ გითხრათ? ჩემი შორჩეულია. აი, ისე მომწონს, რომ ხმა ჩამივარდა. დიახ, ბატონო ნუგზარ. საბუთებთან დაკავშირებით რა პრობლემაც იყო, ყველაფერი მოვაგვარეთ. ძალიან კარგად გამოიყურები. უკაცრავად. მიმითხარი რამე? კარგად გამოიყურება ეს განათლება. ბატონო ნუგზარ. დიახ, კარგით. რომ მოგზანდებით აქ შევთანხმდეთ. იქნებ საღამოს ბარში ხوار წასულიყავით. უკაცრავად. რა მითხარი ლაშა? საღამოსაც მოუხდება ეს განათლება თქო. ხო. კარგით, ბატონო ნუგზარ, დაგელოდებით. დიახ, კარგით. ლაშა, ესე იგი კმაყოფილი ხარ შენი ახალი კაბინეტით? კი, ძალიან კმაყოფილი ვარ. თან ძალიან მიხარია, რომ ეს ჩვენი კაბინეტები ასე ახლოს არის ერთმანეთთან. ჩემი კაბინეტი ერთი სართულით ზევით და სამი ოთახით მარცხნივარი. ხო, მაგრამ ხო შეიძლება რომ უფრო შორს ყოფილიყავით ერთმანეთისგან? გამარჯობა. ლაშა, იცი მე წავალ. და ხვალ შემოგივლი, ასეთი წესი მაქვს, ყოველდღე შევდივარ ხოლმე ყველა თანამშრომელთან, რომ ვნახო ყველაფერი რიგზეა თუ არა. ხო. დღეში ერთხელ შემოსვლა, მე ვფიქრობ რომ ძალიან ცოტა, კაბატონო ანა. შემოდით 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ, რა ვიცი. წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ. კარგად. კარგად. რა ჩქარა ეხა დაჯექი და მობიყევი რა ხდება და რა ამბავია რა ხდება რატო გააყოლე ანას თვალები თავის კაბინეტამდე არაფერი არ ხდება რა ხდება ბიჭო აბა არაფრისთვის დავდივარ ამ ხელაკაცის სამსახურში იცოდე ხა არ დამაწყებინო ტყოილები რომ კვილი მაგ დასამკობი რაღაცა მტკივა ჭიანი მაგ მიშველე გამაგებინე მოგწონს მომწონს კი კარგი ოთახია ხო და დაპატიჟე ეგ ოთახი ამ საღამოს გოგოზე გეკითხები ანა, კი, კარგი კბილები აქვს. სხვანაირად თუ მოგწონს? სხვანაირად ნოდარ. არ. ხო ნინო. ხო. მოვდივარ და საბუთები მომაქ ცხელი. მოგიყვები ახლა, მოგიყვები. კაი. ანაერი ფერია. ნუ ანა შერჩევა. ყველაფერი გასაგებია თეკლა. დიახ, ქალბატონო რუსუდან. დიახ. მე მგონი არ უნდა გაგიჭირდეს ჩვენთან მუშაობა. დიახ, ქალბატონო რუსუდან. ძალიან კარგი, მაშინ მიხედე საქმეს. დიახ, ქალბატონო რუსუდან, რასაც მეტყვით, იმას გავაკეთებ, ქალბატონო რუსუდან. ხო, თეკლა. რა შეიძლება შენთან და შენთვის მოაჩქარდები? არ ვჩქარდე ესე იგი. არ ვჩქარდე და თუ გინდა საცდელი ვადით ავირჩიოთ რამოდენიმე. საცდელი ვადით ავირჩიოთ, დიახ, ქალბატონო და რუსუდან. იქიდან მე ერთ-ერთ შევარჩიოთ. შევარჩიოთ და ავარჩიოთ, გავარჩიოთ. გასაგებია ყველაფერი, ქალბატონო რუსუდან. ძალიან კარგი, მაშინ მიხედე საქმეს. კარგით, ქალბატონო რუსუდან. ოჩახ თეკლა რა, სამსახურიც გაქვს, ხილფასიც გაქვს, მალე ახალი თანაშემწეც გეყოლება. ალბათ ეს არის ბედნიერება. მოვედი პრინცესა. რა გინდა აქ?
რას ქვია რამი და შენთან მოვედი უმშვენიერესო მენეჯერო. შენთან მოვედი და აი ეს თაიგული შენ მოგართი აი. აი მე პატა გეხვეწები ეს თაიგული აიღე და წადი არ მინდა დირექტორმა დაგინახოს თან პირველი დღე მაგ სამსახურში. დირექტორმა ხო? ურე ანუ გველეშაპმა. უგეშინია თეკლა მე დაგიხსნი შენ გველეშაპისგან უგეშინია. რა დალიე პატა? მე არაფერი არ დამილევია, მაგრამ სამაგიეროდ ბაბუამ ნახა სიზმარი კოტე ბაბუმ და მოდი დაჯექი, მოგიყვე დაჯექი თეკლა არ გაინტერესებს. აუ ძალიან სწრაფად მომიყევი. სწრაფად მოგიყვები აბარაშვები, ესე იგი ბაბუამ ნახა სიზმარი, ხო სწრაფად გიყვები? ხო. ბაბუამ ნახა სიზმარი, მოკალეთ რომ არის ესეთი რაღაცა. პრინცესა, ანუ შენ თეკლა, არის გამომწყდეული კოშკში, ანუ აქ, აი ამ შენობაში სამსახურში და იგი თავს ვერ აღწევს 9 თავიან გველეშაპს, ანუ დირექტორს. შემდეგ რა ხდება? პრინცი კი არა, რაინდი, ანუ მე თეკლა მიდის ამ პრინცესასთან ამ ციხე კოშკში და უნდა გამოიხსნას იქიდან. აჰა, პატა და ისიც ხომ არ ნახა რომ მე პრინცესა გადაეხვია რაინდს. ხო, ეგეც ნახა, ხო. არა, პატა მომისმინე, მე მგონი იცი რა ნახა? რაინდმა აიღო თავისი ყვავილები და დატოვა ციხე კოშკი, გაქუსლა. არა, თეკლა, გაქუსლა არ უნახია. სიმართლე რო გითხრა, საერთო არ უხსენებია ქუსლი ბაბუას ეხლა. ხო. გეუნები, მომისმინე. კარგი პატა რა, კარგი, არ მინდა დირექტორმა შემოგისწროს, წადი გეხვეწები რა. წავალ თეკლა აბარას ვიზავ, აქ ვარ დავჩები, ცოტა ოთახს მოვათვალიერებ, მივათვალე, რა კარგი ოთახია, აგი კომპიუტერის გავთ, არის ინტერნეტ ამწუდომა, რა ხდება? ხო, წავალ აბარას ვიზავ ახლა, მაგრამ რა არის, რა მაინტერესებს? ეგ რა ქვია, დირექტორი რა ქვია, ის არის რა, თავადია ეგეც? არა. ხო, გლეხია? არა. აბა მონა? მე არ ვიცი პატა, არ მიკითხავს, გეხვეწები წადი რა. წავალ თეკლა აბარას ვიზავ, მაგრამ აი რა კარგი ოთახია და თანაშემწე ყავს ახლა შენ. თანაშემწეც მყავს და ძალიან ბევრი საქმე მაქვს პატა. ხო და თეკლა, აბა როგორ არის საქმე? რამე ხომ არ გინდა? ეს ხო რა ქვია? კი, ერთი ყავა თუ შეიძლება, ხო. ერთი ყავა. ეს თანაშემწეა ქალბატონო დირექტორო. დიახ, თანაშემწეა და აი თქვენ რომ მითხარით საცდელი ვადით აიყვანიო და გეკითხებათ, ყავა ხომ არ გნებავთო? არა, მადლობა არ მინდა. დიახ, კიდევ რამეს ხომ არ დამავალებთ ქალბატონო თეკლა? პატა, რაც დაგავალე წეღან, ის საქმეები მოაგვარე. კი, მოვაგვარებ. წავალ თეკლა აბარას ვიზავ, მაგრამ მანამდე აქ იმას ვიზავ, რა ქვია. აქ მოვაგვარებ რაღაც საქმეებს და მერე წავალ. აი მაგალითად ოთახი არის მისალაგებელი, აი რანაირად არის, როგორი აი ეს თარო ეხლა, აი კარგად არის, მოგწონთ თქვენ როგორი დალაგებულის არის. აი მაგალითად თქვენ ქალბატონო ქალბატონო დირექტორი, ქალბატონო თეკლა. სად არ მიმუშავია თანაშემწე და რამდენი წელი არ მიმუშავია თანაშემწე და აი ეს რა არის? აი ესეთი ვაკხანალია. არსად არ შემხედრია ამდენი წელია მუშაობ თანაშემწედ. მოდი ჯერ მე ამას მივალაგებ, მივაწესრიგებ და მე იქითაც შეუდგები საქმეს და მე წავალ აპარატს. თეკლა ხომ არ მიგვეღო უკვე? არა, ლაპარაკობთ ქალბატონო რუსული. არა, თქვენ ხომ თქვით სხვებით ვცადოთო. მაინც საცდელი ვადით არის და რა ვიცი. კარგი, სხვებით ვცადოთ. დიახ. ერთი წელი საკეთ დავდოთ, რა ვიცი, იყოს იქნება რამე. ჩემი მდივანი შემოგიტანს ინვოისებს და ბეჭედი დაერყი. ან შენ თანაშემწეს მიეცი და ის მიხედავს. თქვენ დიახ, პატა. დიახ, თეკლამ უკვე მოგცათ ბეჭედი. დიახ, ბეჭედი არის დიახ. და რა ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ბეჭედი ჯერ არ არის, მაგრამ ბეჭედიც იქნება და ყველაფერიც კარგად იქნება. რა ვიცი, რაც დავიბენი ხო. კაცრავად. გიცმენთ? ხო, ნოდარ. კარგად ზურყასო, შენ როგორ ხარ? არა, ჩემთან არ ვარ. ტელეფონს გამოვყევი და ბოლო ოთახში შემოდი. კარგი, გელოდები. ჩემი მეგობარია, დიდი ხანი არ მინახავს და. დიახ, რა პრობლემა? მე და პატა უკვე გავდივართ. აქ მშვიდობა კეთილი იყოს, ჩემი ფეხი, ჩემო საყარელო. როგორ ხარ?
გამარჯობა, როგორ ახარ მოდარ? მადლობა. მოიცა, გამოტარეთ ეკლე ერთი წუთი. მოიცა, შენ რო არ ყოფილ ხარ სიზმარში, ჰა? რა სიზმარში, ბიჭო? კოტე ბაბუს სიზმარში, კაცო, შენ რატო არ იყავი? ანა, შენ როგორ არ იყავი? შენ იცი ვინა ხარ მოდა, შენ ახარ ის ჯადოსნური სამკე, რასაც რო ეტყვი ყველა კითხვაზე რო აქვს პასუხი ხალბატონო დირექტორო. ეს იყო ის. სხვა, ცადოთ ხალბატონო. ხო, წავაჩვე, რაღაც კოქტეილის დავლებთ, რა ვიცი, რაღაცას მისდავთ. მოვდივარ, თეკლა, ნახო. ჩემო საყვარელო, მითხარი ამასაკ რა უნდა, რა შეასაქმე გამაგებია? არ ვიცი, ეს არის ჩემი ახალი თანამშრომელი და მისი ახალი თანაშემწე. თანაშემწე, ამან თქვა რომ თანაშემწე ვარ. კაი, ჩემო საყვარელო, კარგი ვარ, ეხა საქმემა გადავდებელი, მე შემოვა. ამაში რა საქმე გადავიდე? ხო, კაი გენაცვალე. ნოდარ, დამელოდე. გუგა. გუგა. ჯანმრთელობა. აი, ვიცი რა, რომ სახლში ხარ და შემომიშვი. კარგი, შემოდი, ოღონ ხმა არა მოიღო. ხო გითხარი, ხმა არა მოიღო. რა გითხარი? კარგი, ერთი წუთი რომ შემოვიდე, შენ როცა მეცადინებ და დავიწყო. უცა! კარგია, გამაგებინა, არ შემილია, არ მინდა. რა არის, კარგი, არ შემიძლია, მუშაობ, არ მინდა ამისი რა. არ გავაკეთებ, არ მინდა ეს. უცა, არ მინდა. არ შემიძლია, არ მინდა. აკავრობა ლიფტში და სახში რო შეხვიდე გაწნიალებული ექნება. არ გიყურებთ ბავშვებო. ჩხუბობთ მე ის მეგონა მეორე. შენ გენაცვალე, ლაშა საცხოვრობს, ლაშა ტორონჯაძე. ლაშა იქ ცხოვრობს, გუგა აქ და მე გუგას ქვემოთ. კი არ მაინტერესებს, მაგრამ მითხართ ამ კარებში ვინ ცხოვრობს? აქ პატა და პატას ბაბუა. პატა რომელიც ყმედი როა, ხო? კაი, ფილს არ შეგიშლით, გრიტებო. აბაჰე. არ გიშლით ნახვამდის. ნახვამდის? გუგა. მაშინ ახლა და ეზოდან დავუძახებ. წადი, შვილო, წადი. გავგიჟდები ნამდვილად რა ხდება. მოდი გვანცა. აბა რა სიტყვის სახლში ვისთან მეცადინეო? ვეტყვი ნანიკოსთან მეცადინე მეთქი. ბიჭი, შვილი, ლაშა სახშია? არა, ბაბუ. არ ვიცი, ალბათ ინკასატორია. მაფრე გამითენდა, ეს კაცო ბინარია, რა ხალხი ცხოვრობს, რა უბედურებაა ეს კაცო. ხო. სვეტა, ხო. გასაგებია სვეტა, მომდივარ, კი, გამოვდივარ. არა, სად შევხვდეთ? ისე ვიქ შევხვდეთ სვეტა ფორთან. გამაგებინეთ, გაგიჟდა ყველა ამ სახში, ამიტომ ეზიზღება ლიფტიანი სახლების კიბები, რო აყვები, ჩაყვები, გაიგებ, რა ხდება, რამავია, ბაბუა და სვეტაო, გუგა და ნუცაო, ლაშა და ანა, უნდა ჩავიწერო ამერებას, სულ ყველაფერი გავგიჟდი, ვირანია. რამეს ხომ არ მიირთმევთ, პროფესორო? ჩირი გავიმეოროთ. კარგი. ახლა მოგიტყვა გაჭირვებაო და დასაჯდომი ადგილი არ არის ამ კაფე-ბარებში ერთიო. გამარჯობა, გენაცვალე. გენაცვალე არა, პროფესორი. ლაშა და ის სხვა შემოსულან, პეტო. არა, ჩამოწი ერთი ეგაზე თუ გაციხა რას კითხულობ, მაგ იმაზე საინტერესოს, რასაც მე ვერ გეტყვი და მე არ ვიცი. იმდენი ამბავი მაქვს, მოსაყოლი მომისმინე ახლა. ყველაფერი ვიცი, ყველაფერი. ფიზიკაზე იცით რამე? რაც მე მაინტერესებს კი რაღაც დონეზე და დანარჩენი არა. მაინც რა დონეზე? ნუ ეხა ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი ვისთან დადის და რა უნდა ეგ ვიცი რა. გამარჯობა, გენაცვალე, როგორ ახარ? მადლობა. დებო როგორ არის? კატარაქტის ოპერაცია როგორ გადაიტანა? უკეთ არის. მიხედე, შვილო, ვიყავს უკეთესი, მოუფრთხები. რამეს ხომ არ მიირთმევთ? არაფერს, ჯერ არაფერს და მე იმდენი მაქვს სალაპარაკო პირი გამიშება და წყალი შემომასწრელი შეგვიძლია. აი, თქვენი ჩირი, ბატონო პროფესორო. დედა ჩირი მისწრებაა კუჭნაწლავისთვის. თუ კიდევ რამე დაგჭირდებათ, აუცილებლად მითხარით და მოგართმევთ. აუცილებლად. მადლობა. რა ხდება ხალხო, გავგიჟდი, ყველა დაწყვეტ, დიდ გადაყირავდება ეს დედამიწა 7 მილიარდს ხუთს ვერ გაუძლებს. აუბედურება.
დავლიოთ. ნახე ყოფილა აქ ამან იმას ისუთხრა, ამან იმას ისუთხრა. როგორ მოდი. თქვენ როგორ ახარ? ისეთი ამბები მაქვს, ჩირი შეჭამე შეგინოთ. ისეთი ამბები მაქვს, მოსაყოლი გაგიჟდებით. ყველაფერი ვიცი, ხო იცი? სულ ყველაფერი ვიცი. რომელი საათია როდა? საათი არ ვიცი. ესე იგი, გაგიჟდებით ახლა ისეთ ამბავს გეტყვი. გუგა ხო იცით, გუგა. თქვენი გუგა. ნუცაც გეჩოდინებ. ის ნუსა გუგას როგორ ეძახის, იცი? გუგა. გეუბნები. არ გუგას როგორ? ჩემი თვალით დავინახე და ჩემი როგორ ეძახის? გუგა. არ მჯერა გეუბნები. ეგ რა არის? ბაბუაშენი ვიღაც ქალთან დაძვრება. რას ლაპარაკობ? არ არსებობს, არ არსებობს მეთქი გეუბნები. ეგ შენ გონია ეგრე მნიშვნელობას რო არ აქცევ ყურადღებას, თორემ მე სულ ყველაფერი ვიცი. ეგ რა არის? კიდე იმისთან ამბები ვიცი, რომ გაგიჟდები. რას ლაპარაკობ? რას ლაპარაკობ? არ არსებობს, არ არსებობს ეხლა რაღაცას. მომისმინე და ის ბაბუა რო დაძვრება იმ ქალთან. სვეტა ხო არ ქვია, სვეტა. და ეხლა არ მითხრა ნოდარო რომ დღეს მიდიან და ერთმანეთს უნდა შეხვდნენ ბაბუ და სვეტას აღამოსოს, რაღაცა არ მითხრა ეხლა ის უნდა იცოდით? ვიცოდი. ორი წვენი თუ შეიძლება რა, ხო? შენზე ვიცი ისეთი ამბავი გაგიჟდებით. მარტო ლაშაზე თუ ლაშაზე და ანაზე? ეგეც იცოდი? კარგი. სხვათა შორის ნიკაზე და გვანცაზეც. კი, ხო? კი ბატონო, კი. ამაზე? ნუ ეხლა ისა დიდი მადლობა გენაცვალე. დიდი მადლობა. ოდა ამაცეთ ოფიციანცებს და ფიზიკოსებს დამშვიდი დაწე. შენ ისე იყურები, რომ პატაზე და თეკლაზეც გეჩოდინება. პატაზე და თეკლაზეც ვიცი, მაგრამ ჩემზე მაინც არ გეჩოდინება. ჩემზე არის იმისთან ამბავი, რომ გაგიჟდებით, რო გაიგოთ თუ გაიგეთ. რომელი? ეს მერი რო იყო და ბეჭერი და ყვავილები რომ მიეცი და უარი რო გითხრა? წავედით და აბა მოსვამას მაინც თულად ხوار მოვატანინე და შენ დაგაგვიანდა ნოდარი ეს ხალხი ჭორაობის მეც არაფერს არ აკეთებს დამდგარი აქვს პირი დაღებული აქვს და ჭორაობენ მეცნე რომ თქვენ იცოდით ეს ყველაფერი? მე კიდე უფრო მეტიც ვიცი. რა ამბავი? ავთოდან უცა იცი? წყალი მომიტანე შვილო, ვინ არის ავთო? აი. ხოდა. კიდე ძინავს. ძალიან კარგი. რანა ის სიზმრებს ნახულობს ეს კაცი გამაგიჟებს. რაც მოყვა ყველაფერი მიდის ესე ეწყობა ერთმანეთზე რა. ოჩახ ბაბუ, მიდი ერთი გაიღვიძე რაღაცა. მომიყევი ის მანჩესტერი და ევერტონიც რა მაგრად გამოიცნო. ეხლა თუ გაიღვიძა და რამე 1-2 კაი თამაში მითხრა წინასწარ ცოტა ფულსაც მოვიგებ, მერე ჩემ თეკლას, ჩემ პრინცესას მანქანას უყიდი, ესე მიუყვან ზევიდან ესე ბანძ გაუკეთებ, ესე კანს და რო გახსნის თეკლა ბანძ და მანქანას რო დაინახოს როგორ გაუხარდება, რა ბედნიერი იქნება. ვაიმე, გაიღვიძე ბაბო ეხა დროზე კაცო, რამდენი ხანი უნდა გევლოდო რა. რა არის? ზღაპრების კრებული. აჰა, თან ჩაუნიშნია სადღაც უყურე. რაო? პრინცესა არის გამოწყდეული ციხე კოშკში, რომელთანაც მიდის რაინდი და იგი შეებრძოლება ცხრათავიან გველეშაპს და იხსნის უყურე ეხლა რა. კარგი რა ბაბუ რა. რა სიზმარი ვისიფარ რა. მე კიდე ჯერა აქ რაღაცა თურმე ეს კი რაღაც ზღაპრებს მიყვება რა. რა ვქნა ბოდიში აბა იარე ეხლა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემო პრინცესა რა გავაკეთო მე